ეს წინაზე ყველაფერი განვიხილეთ. ვისაც Windows 10 აქვს folder-ში აქ იქნება view შემდეგ გაიხსნა ეს menu სადაც აქ უნდა მონიშნოთ file name extensions და შემდეგ ყველა ფაილს შეექმნება თავისი გაფართოება. ამის შემდეგ ჩვენ ამ ტექსტურ დოკუმენტს უნდა შევუცვალოთ გაფართოება txt და უნდა მივცეთ html. პირველ რიგში მოდი მე სახელს გადავარქმევ new text დოკუმენტის მაგივრად დავარქმევ index და txt-ის მაგივრად წერტილის შემდეგ დავწერ html-ს. და ამის შემდეგ მივიღებთ ფაილს, რომელსაც ექნება ჩვენი ბრაუზერის აიკონი. Google Chrome ვისაც აქვს ძირითად ბრაუზერად ნიშნული იმ ადამიანის შემთხვევაში Google Chrome-ის აიკონი იქნება. ვინც Microsoft Edge იყენებს ან Opera-ს, შესაბამისად Opera-ს ან Microsoft Edge-ის აიკონი იქნება. აიც თან მაინტერესებს ეს ინდექსი აუცილებლად უნდა დავუწეროთ? სხვა რამე დავუწეროთ? იდეაში ჩვენ შემდეგ ნახავთ იმას, რომ პირველი, ზოგადად პირველი HTML-ის ფაილი აუცილებლად უნდა იყოს ინდექსით სახით. და რატომ არქოთ ინდექსის სახელს? როდესაც ჩვენ folder-ს გავხსნით, ჯერჯერობით ახლა ჩვენ ამით ვხსნით ფაილს, ხო, რეალურად ჩვენს ბრაუზერს, მაგრამ როდესაც აქ რამდენიმე ფაილი გვექნება, შეიძლება რამდენიმე HTML-ის ფაილი იყოს და მოკლედ ბევრი რაღაც. ბრაუზერი ჩვენ გაგვიხსნის პირველ ფაილს, იმ ფაილს, რომელსაც სახელი აქვს ინდექსი. სულ კარგად განახეთ მე მაგალითს, იმიტომ ჯერ ამიტომ თქვა, იმიტომ რომ არ დავაბნიო მეთქი, მაგრამ აი სხვა ფოლდერებსაც რო შევქმნით, უკვე მან კარგად დაინახავთ, რომ ინდექსი თვითონ სახელი რას შვება. კარგი, ყველამ დავაგენიერეთ ეს ტექსტური დოკუმენტი, გაფართოება index.html. კი ბატონო, შეგვიძლია ახლა. ხო, გისმენთ. ჩემი ხმა ისმის? კი. ცოტა ჭედავს მხოლოდ ჩემთან თუ თქვენთანაც ხმა. თუ ცუდი ინტერნეტი მაქვს. ჩემთან არ ჭედავს. ჩემთან არა. ჩემთანაც ცოტა ჭედავს. შეიძლება ინტერნეტი ჩემი. მაშინ ეს რაღაცას გავაკეთებ. ეხლა როგორ ისმის? ხმა არ ჭედავს, გამოსახულება ჭედავს ცოტა. კი ბატონო. ერთი წამი მჭირდება მაშინ. ეხლა წესით უნდა გამოსწორდეს. კი, გამოსწორდი. ბატონო, მოდი მაშინ ეს ფოლდერი ანუ ყველამ გავაკეთეთ. ხო, ინდექსი გაფართოება index.html. ფაილი. აქ. მოდი მაშინ გავხსნათ ახლა Visual Studio Code. და იდეაში მოდი მე ახლა ამ Visual Studio Code-ში რაღაც სხვა ფოლდერი მაქვს გახსნილი და მოდი რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ თუ რაღაც ფოლდერი არის გახსნილი ჩვენს Visual Studio Code-ში, როგორ შემოვიტანოთ ახალი ფოლდერი. ან მაგალითად
ჩვენ შეიძლება 5 სხვადასხვა ფოლდერი გქონდეს და 5-ვე სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებ. ამისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. პირველ რიგში ხო, ერთი ეს ჩემთან ის როგორ არის, დააკვირდით, აი აქეთ მაქვს მარცხნივ ზემოთ აკუთხეში ბურგერ მენუ. თქვენთან სავარაუდოდ აი აქ ეწერება ფაილი. მაგრამ ჩემთან აი აქ მენიუსთან რამე კონტაქტი რომ დავამყარო, უნდა დავაჭირო აი ამ 3 ხაზს და ამომიგდებს იგივე რაღაცას, რაც თქვენთან იქნება აი აქ. აქ უნდა ავირჩიოთ ფაილი და სულ ქვემოთ ჩამოვიდეთ და ნახეთ close folder. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ Visual Studio-ში რამე ფოლდერი იქნება ჩაგდებული, იმ ფოლდერს დახურავს და მივიღებთ ცარიელ Visual Studio კოდის პანჯარას. თავიდან როგორც ხედავთ, გვხვდება home screen-ი. ეს ერთი პანჯარა, რომელიც მოსამებისთვის არის საჭირო, ანუ welcome პანჯარა, ასე ვთქვათ. და ეს ფოლდერი ახლა უნდა მოვათავსოთ ჩვენს Visual Studio Code-ში, მაგრამ იდეაში გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, როგორ ჩავაგდოთ აქ ფოლდერი. მაგალითად, შეგვიძლია აი აქ ჩავაგდოთ პირდაპირ ჩვენი ფოლდერი Visual Studio Code-ში, ან open folder ავირჩიოთ აქ, მოვძებნოთ ჩვენი ფოლდერი და აი მაგალითად L2 ჩემ შემთხვევაში და ავირჩევ select folders. იდეაში ეს welcome პანჯარა შეგვიძლია გავთიშოთ და აი აქ დავინახავთ, რომ გვაქვს index.html. ავადგებთ მე Visual Studio Codes. ყველასთან ესე არის? კი ბატონო, მაშინ არ აქვს პრობლემა. აქვს. მოდი დავაჭიროთ ახლა index.html-ს და აქ უკვე პანჯარაში გაგვეხსნება HTML-ის ასე ვთქვათ გრაფა, სადაც უკვე შეგვიძლია დავწეროთ კოდი. კარგი. ახლა მოდი ისევე განვიხილოთ, როგორ იწერება პარაგრაფი. მე Visual Studio Code-ის პანჯარას ცოტა მივახლოვებ, ყველაფერი დიდზე რო ჩანდეს. და გიორგი ამბობდა მგონი რაღაცას. კარგი. როგორ დავწეროთ თეგები? და ზოგადად რა არის თეგი? თეგების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ასე ვთქვათ სტრუქტურა. მაგალითად, არსებობს თეგი პარაგრაფი, რომელიც გამოიყენება იმაში, რომ გამოვიყვანოთ ჩვენს საიტზე რაღაც კონკრეტული ტექსტი. არის ასევე span-ი ანალოგიური მეთოდისთვის, h1, a-ტეგი. არსებობს კიდევ ბევრი სხვა მრავალი ტეგი, რომელიც წინა ლექციაზე არ განვიხილეთ, მაგალითად img ტეგი, div და ასე შემდეგ. მოდი ნელ-ნელა თანმიმდევრობით მივყვეთ და ჯერჯერობით განვიხილოთ ისევე პარაგრაფი, ხო? და ზოგადად თეგის შექმნის საშუალება. უნდა შევ. მოკლედ, უნდა დავწეროთ პირველ რიგში მეტობა ნაკლებობის ნიშნები და ამ მეტობა ნაკლებობის ნიშანში ჩვენ უნდა ჩავწეროთ იმ თეგის სახელი, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ. მაგალითად, პარაგრაფი. პარაგრაფი თეგი იწერება პ-ით. ანუ მეტობა დანაკლებობის ნიშანში ჩავწერე პ და ეს პ გახდა თეგი. მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით, თეგს თუ გავხსნით, მაშინ თეგი უნდა დავხუროთ.
როგორ დავხუროთ ახლა? ისევე მეტობა ნაკლებობის ნიშანს დავწერთ და უნდა დავწეროთ სლეში, ანუ დახრილი ხაზი. ის შემდეგადაც სლეში დაწერის შემდეგ Visual Studio Code-ში ესეთი extension-ი არის, ესეც გაფართოება M1, რომლის საშუალებითაც უკვე ხდება Visual Studio Code-ი, რომ slash რომ დავწერ, რომელი თეგის დახურვა მინდა და paste დამიწერს ავტომატურად. მოდი დავწეროთ span tag. ისევე მეტობის ნიშანი მაგალითად span და ეხლა ნახეთ ნაკლებობის ნიშანს დავწერ და ავტომატურად შეიქმნა ამ span tag-ის დამხურავი თეგი. მეტობა ნაკლებობის ნიშანი, თეგის სახელი, ოღონდ slash. ანუ ეს ნიშნავს, რომ დამხურავია. დამხურავი თეგი. ეხლა მოდი პარაგრაფში და span-ში ჩავწეროთ რამე კონკრეტული ტექსტი. მაგალითად მარჯობა მე ვარ პარაგრაფი. და დააკვირდით ამ გამხსნელ ტექსტს და დამხურავ ტექსტს შორის იწერება ტექსტი. ასევე ჩვენ გვაქვს სპანი, რომელშიც ანალოგიურად გამხსნელ და დამხურავ თეგებს შორის შეგვიძლია ჩავწეროთ ტექსტი. მარჯობა, მე ვარ სპანი. რაც ჩავწეროთ. იდეაში ამის გადაწყვეტის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ საიტზე და ვნახოთ როგორ გამოვიდა ჩვენი პარაგრაფი და ჩვენი სპანი, რომელიც ორივე ემსახურება იმას, რომ ყველაფერი უბრალოდ გამოვიდნენ ტექსტი, გამოვიდეს ტექსტი. გავხსნი მე იმ ფოლდერს, სადაც შევქმნი index.html-ის ფაილი. და ორჯერ დავაწყობ. ანუ გავხსნი ამ ფაილს. გახსნის შემთხვევაში გადმოგვიყვანს საიტზე რომელ საიტზეც აგვესახება ჩვენი შესრულებული კოდი. მაგალითად მივიღეთ ახლა გამარჯობა, მე ვარ პარაგრაფი და მივიღეთ გამარჯობა, მე ვარ სპანი. მაუსის საშუალებით მივაახლოვებ, რომ არ გეგონოთ ახლა რომ თვითონ ძალაზე ხდება. პატარა ტექსტი არის, უბრალოდ მიახლოებულია ახლა. და მოდი დავგვინეთ Visual Studio Code-ში. აქ მე ერთი კიდევ დეტალი მინდა გითხრათ. მე მაქვს დაყენებული ავტო-სეივი, რისის საშუალებითაც ჩვენი დაწერილი კოდი პირდაპირ მახსოვდება, ანუ სეივდება. თქვენ აქ თუ X-ის მაგივრად თეთრი წრე გაქვთ, უნდა დააჭიროთ Ctrl+S. იმისთვის რომ დაასეივოთ ფაილი. რის შემდეგადაც დამახსოვრებული ფაილი გამოგვიტანს აი აქ ჩვენს კოდს. მაგრამ კიდევ ერთი დეტალი აქვს, რომ ბრაუზერი უნდა გადავტვირთოთ, ანუ დავარეფრეშოთ. დავაჭერთ reload this pages relax და თუ რამე შეიძლება, რა თქმა უნდა, განახსნება აქაც. ყოველ ჯერზე ამის გაკეთება არ მოგიწევთ, მე გასწავლით ძალიან მალე სპეციალურ გაფართოებას, რომლის საშუალებითაც პირდაპირ დაწერილი კოდი განახსდება ბრაუზერში. მაგრამ შეგვიძლია. როგორ? ან live server-ით ხო შეიძლება პირდაპირ დაარეფრეშოს? კი, აი ზუსტად live server-ი უნდა გამოვიყენოთ მაგისთვის, მაგრამ ჯერჯერობით განვიხილოთ ჯერ თქო, და აი აქ მესმაკი გაფართოება, ან ზოგადად. ნუ მედიაში არ ვიყენებ ამ გაფართოებას ზოგადად, იმიტომ რომ Angular-ზე წერისას თავისი Angular-ს თავისი live server-ი აქვს.
პროგრამირების ფრეიმვორკი არის ერთ-ერთი JavaScript-ის. ნუ ამას განვიხილავთ. და პირველ რიგში თქვენ ყოველ ჯერზე Ctrl+S დასეივება რომ არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ რომ აი აქ აერჩიოთ ფაილი, მე ახლა არ მიჩვენებს, იმიტომ რომ გვერდზე ვარ გადმოტანილი, მაგრამ თქვენთან სავარაუდოდ აქ იქნება, ან ესე იქნება. აერჩიეთ ფაილი. დამოსკროლავთ ქვემოთ და აი აქ მონიშნეთ auto save. რის შემდეგაც აღარ მოგიწევთ ყოველ ჯერზე დასეივება. მოდიშით. ცოტა ჭედავს ხმა. ხო, გისმენ? ცოტაც ჭედავს. ცოტა ჭედავს ხმა. არ ვიცი, ჩემთან არ ჭედავს. ანუ სავარაუდოდ ჩუმდება, რა ვიცი. auto save თუ და. აბა არტურ, სავარაუდოდ შეიძლება შენი ინტერნეტის პრობლემა იყოს სხვასთან თუ არ ჭედავს. შენ სხვასთანაც გაჭედავს. კარგით, მადლობა. კარგით. აირჩიეთ ფაილი auto save. ეს go live არ ჩანს ჩემთან, ეგრე უნდა იყოს თუ მე დამატება უნდა. go live არ გამოჩნდება, იმიტომ რომ აი აქ სპეციალური გაფართოებები და უნდა ავირჩიო. ჩვეულებრივად გამოჩნდება. მოდი იდეაში იცი როგორ გავაკეთოთ? უკვე პარემ ნახოთ ეს go live როგორ ვიღოთ, რომ ყოველ ჯერზე აი ვარეფრეშოთ ჩვენი გვერდი. მოდი ამ index.html-ის ფაილს მე გავთიშავ ახლა. ამასაც გავთიშავ და ცოტა უკან გამოწვა. ხო. ნახეთ, თუ დააკვირდებით, აი აქ ხელმარცხნივ ჩამოყოლებაზე გვაქვს ესეთი აიკონი, აი 4 კუბიკი. ეს არის გაფართოების, ანუ extension-ების გრაფა, რომელიც რომელსაც შეგვიძლია დავაჭიროთ და გავხსნათ. ამის შემდეგ აქ search-ში შეგვიძლია ჩავწეროთ live server. live server-ის ჩაწერის შემთხვევაში აი აქ ავირჩიოთ live server-ი, აქ დააკვირდით retweet days. მიერ არის შექმნილი ეს გაფართოება, სხვა არ აერჩიოთ. დავაჭერთ აქ და მოდი მე ახლა install გავუკეთებ. ხო. კიდევ რამდენიმე გაფართოება მაქვს, რომელიც ხელს უშლის, ანუ ახლა ჩემთან install-ის გაკეთებას, მაგრამ თქვენთან იქნება ჩვეულებრივად install. დააჭერთ დაინსტალირებას და ჩვეულებრივად აი აქ ქვემოთ გამოგიშდებათ go live. დავაყენეთ? კი. დიახ. ნინო, პრობლემა ხო არა გაქვს დასაუნდი? არა, ეხლა მოსჩა მე მგონი. ანუ მაშინ შეგვიძლია ეს ფანჯარა დავფუროთ. აი აქ. და ამის შემდეგ
უკვე დავაჭიროთ go lives. go lives-ზე დაჭერის შემთხვევაში ჩვენ გაგვეხსნება აი აქ ლოკალური ჰოსტი. ბრაუზერში გაიხსნა. ხო, ბრაუზერში ავტომატურად გაიხსნება და ჩვენ, როდესაც ნებისმიერ რამეს ჩავწერთ, ნახეთ, რაღაცას ჩავწერ, გადმოვა საიტზე და ავტომატურად მაგანახდეს. რატო არ განახდა? არც ჩემთან დაწერო body tag-ი უნდა, head tag-იო. ხო. აი, მოდი ეს მეც აღარ მახსოვდა, იმიტომ რომ ესე უბრალოდ ზოგადად არ იწერება HTML-ში, უბრალოდ თეგების განსახილველად ავაკეთეთ ეს. მოდი ახლა განვიხილოთ ზოგადად HTML-ის ჩონჩხი და უკვე მოდი ჯერჯერობით პორტს დავხურავ, დააკვირდით. ახლა მე შემიძლია ეს პანჯარა დავხურო და პანჯარა დავხურო და აი აქ დავაჭირო პორტს. ისე რომ დაბრუნდეს go live-ი, ანუ live server-ს დავხურავ. მოდი ჯერჯერობით ახლა მე აი ამ პარაგრაფს და სპანს წავში. go live-ი სადნა ხო? აი აქ ქვემოთ ჩაყოლებაზე მარჯვენა კუთხეში უნდა იყოს. არ არის ჩუმთ. არ არის? არა. კარგი, მოდი იცი როგორ გავაკეთოთ. ახლა HTML-ის ჩონჩხი ვნახოთ და go live-ზე დაგიყვანოთ. აი. პირველ რიგში ზოგადად HTML-ს აქვს თავისი ჩონჩხი. და ამ ჩონჩხში HTML-ის სტრუქტურა იყოფა ორ ნაწილად. ასე ვთქვათ, head-ის ნაწილი და body-ის ნაწილი. ანუ თავის ნაწილი და ტანის ნაწილი HTML-ში. head tag-ში იწერება meta tag-ები, ძირითადად იწერება title tag-ი და სხვადასხვა link tag-ები. meta tag-ები გამოიყენება მაგალითად uncoding-ისთვის, ან თქვენთან რომ მაგალითად პრობლემა იყო რომ ქართულ შრიფტზე რაღაც სიმბოლოები გამოქონდა, ერთ-ერთი meta tag-ი მაგას გამოასწორებს, რაც წერება head tag-ში. link tag-ი გამოიყენება ზოგადად იმისთვის, რომ დავლინკოთ სტილების ფაილი, ანუ სტილების ფაილი და უკავშიროთ ჩვენს markup markup-ის files და კიდევ title tag-ი და მაგას პრაქტიკაზე განახებთ ახლა რაში გამოიყენება. მაგრამ ჯერჯერობით HTML-ის ჩონჩხის შესადგენად უნდა გავხსნათ ფრჩილი, დავწეროთ HTML-ი, დავხუროთ და შევქმნით პირველი HTML tag, HTML-ის tag. ნახეთ, გამხსნელი და დამხურავ. ეხლა ნახეთ, მე ამათ შუაში ჩავაწყაპებ და დავაჭერ enter-ს. და ნახეთ, ეს HTML-ი ჩამოვარდება ახალ ხაზზე. ქვემოთ ხაზი. აი აქ შუაში დაგვრჩა სივრცე, რომ აი ამ HTML-ის გამხსნა და დამხურავ თეგებს შორის კიდევ ჩავწეროთ რაღაც სხვა თეგი. მაგალითად, პირველს დავწერ მე, ნახეთ, head text. head tag-ი და head tag-ის შემდეგ დააკვირდით, ანუ გამოვსდები head tags, დავაჭერ enter-ს იმისთვის, რომ head tag-ის ქვემოთ შევქმნა body. body. head tag-ი და body tag-ი. ეს ყველაფერი იმყოფება HTML-ის გამხსნელ და დამხურავ თეგებს შორის.
ის ყოველთვის ასე უნდა იყოს, ხო? კი, ანუ ზოგადი სტრუქტურა შეუქმნება ის, მაგრამ ყოველ ჯერზე, ანუ ხელით ამის წერა არ მოგვიწევს. რადგან ჩვენ შეგიძლიათ ნახეთ ერთ რაღაცას განახეთ, დავწერე ხალხს ახილის ნიშანს და აი ავირჩევ აი ამას. და ნახეთ, ანუ ამ ძირითად ჩონჩხს თავისით დაგვიგენერებს. ამიტომაც ეხლა უბრალოდ ჩვენ ხელით დავწეროთ, რომ ნახოთ როგორ და რანაირად უნდა შევქმნათ ეს HTML-ის ჩონჩხი და ამის შემდეგ უკვე ავტომატურად shortcut-ის საშუალებით კარგი, დავწერეთ ეს ყველა? კი. მოდი ახლა როგორც HTML-ის დამხურავი თეგი ჩამოვაგდოთ ქვემოთ, ისევე head-ის დამხურავი თეგი ჩამოვაგდოთ ქვემოთ. ანუ head-ის გამხსნელსა და დამხურავ თეგს შორის ჩავაწყობებ მაუს. ვაკეთებ focus და დავაჭერ enter-ს. და მოდი გამოვიყენოთ ახლა თეგი, რომელსაც ქვია title. სადაც მოდი ყველამ ჩვენი სახელი დავწეროთ. ერთად მე დავწერ ზადას. ეხლა თუ ეს დაწერეთ, ანუ გამხსნელ ტექსტს და დამხურავ ტექსტს შორის შევწერე რაღაც ტექსტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი სახელი. ჩამოვალ ქვემოთ და წერან live server-ის პრობლემა დიანას ჰქონდა, ხო? მე მქონდა, კი. მოდი ეხლა extension-ებში გადმოდი დიანა და იქ live server-ზე რომ გადმოდიხარ, რას გიწერს? ერთი წუთი ნახავ ახლა. იქ მე მაგათად მიჩვენებ disables and uninstalls. Disables მიჩვენებს. წიჩკა აქვს ესეთი რაღაცა. ეკრანი რო გააზიარო შეგიძლია? ერთი წუთი ახლა. ჩანს. მაგა იქ პანჯარა. არა, დააჭერე მაგაზე. აბა გამომჩა. იდეაში არა. index.html-ის ფაილზე გადადი. ისევე? აქ. არა, იდეაში იცად დააჭერე. აი, მაუსი სუზემოთ ადის, სუზემოთ და შუაში დაახლოებით. index.html წერია ფანჯი. სად სუზემოთ? მოიცა, take controls მოვითხოვ ახლა და დამიდასტურო. ოკეი. ხო. ესე იგი live server-ს არ გიჩვენებს. ხო, იდეაში მაშინ შეგვიძლია რომ Visual Studio Code-ი გადავტვირთოთ. აი ზოგადად აი აქედან შეგვიძლია სხვადასხვა პანჯრებს შორის გადაადგილება. უცნაურია ახლა პირდაპირ არ გამომუშავებს. ხო, სავარაუდოდ ესე იგი გადატვირთვის პრობლემა არის. მოდი ახლა დავაინსტალირებ თუ არის. არა, Visual Studio Code-ს გათიშავ და Trust folder. მე გამოჩნდა.
trust folder and continuous დააჭირეთ მეგობრებო თქვენ? გონი კი. აი შემოუბრალოდ live server-ს. ანუ ინსტალის დროს შეგეკითხებოდათ trust folder and continue. გვარტოსი თავს რა. აი ვისთანაც არ გამოვიდა, მოდი თქვენს გამიზიარეთ რომ ნახოთ ანალოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე თუ არა. მე გავაზიარე. კი ბატონო. ჩემთან ჩანდა და ეხლა პორტ აწერია და ეს ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ live server-ი გაშვებული. პორტ თუ აწერია. გაზიარდა? კი, შენთანაც პორტ წერია go live თუ დააჭერ, live server-ი გეხსნება. ანუ შენ ახლა რეალურად გახსნილი გაქვს live server-ი. შეხედე ქვემოთ პორტ 5500 წერია, აი სულ ქვემოთ მარჯვენა კუთხეში. ეს ნიშნავს რომ პორტი არის გახსნილი 5500-ზე. ანუ თუ საიტი პირობითად გაგეჩია და არ იცი ზუსტად მისამართი, შეგიძლია მაგ პორტს დააჭირე. ისევე დააჭირო მაგ პორტს, სხვების დააკვირდით ახლა პორტს რომელსაც დააჭერ, live server-ი გაიჩნია. და ისევე შეგიძლიათ შემდეგ უკვე go live დააჭიროთ და ახლიდან გაიხსნება live server-ი და თან ამავდროულად ბრაუზერში გახსნის თქვენს საიტს. გახსნა ხო სალომე? ბრაუზერში გაიხსნა კი. კი ბატონო. სხვასთან ხო არ არის რამე პრობლემა? კი, ჩემთანაც ეგრეა. პორტა წერია 5500? კი. ხო, ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ მოდი მე გავაზიარებ და ეხლა ჩემ მაგალითზე განახსებთ ყველას, ანუ ეგ რას ნიშნავს რომ პორტ 5500-ია წერია. მეგობრებო, როდესაც ჩვენ დავაჭერთ go live-ს, პირდაპირ გაგვეხსნება საიტი, სადაც იქნება მოცემული ყველაფერი ის, რაც ჩვენ დავწერთ. მაგრამ თუ იდეაში ისეთი არაფერი დაგვიწერია საიტზე რომ გამოსულიყო და ამიტომაც სარიელია საიტი. მაგრამ მე თუ ამ ბრაუზერს დავხურა თქვენი live server-ი იქნება მაინც გახსნილი. ანუ შემიძლია გადმოვიდე 127, ანუ იგივე მისამართი ჩავწერო და გამეხსნება ისევე ჩემი საიტი. ან იდეაში ეს მისამართი თუ არ ვიცით პირობითად და დავხურეთ ბრაუზერი, შეგვიძლია ისევე პორტ 5500-ს დავაჭიროთ, ანუ დავხუროთ live server-ი, გავთიშოთ და დავაჭიროთ ისევე go live-ს, იმისთვის რომ ახლიდან გაგვიხსნას ავტომატურად Visual Studio Code-დან თქვენი ფანჯარა ბრაუზერში. გაკეთეთ? კი. და ზუსტად ეს არის საჭირო ეს go live და პორტი. როგორ? ანუ ეს go live-ის გააქტიურება რასაც არის თქო საჭირო თქო? ხო, ყურე. მე მაგალითად ეხლა აი აქ ნუ ქვემოთ დავწერ 1 2 3. მე გადმოვა ბრაუზერში და ნახე პირდაპირ ავტომატურად განახსნა აქ ჩვენი დაწერილი კოდი. ეხლა მე შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, ანუ ორივე მხარე რო ჩანდეს, თან HTML, ანუ თან Visual Studio Code, თან ბრაუზერი. აქ რომ მე რაღაცას ჩავწერ და აკვირდით, ავტომატურად განახდება აქაც. როგორც კი გავჩერდები, ავტომატურად განმეახდება აქ დაწერილი კოდი. შესაბამისად, live server-ი
გვაშორებს თავიდან ყოველ ჯერზე საიტის გადარეფრეშებას იმისთვის რომ განახლდეს ჩვენი დაწერილი კოდი. ხო. მოდი ისევე თუ live server-სთან დაკავშირებით გავერკვიეთ, პრობლემა აღარ გვაქვს. იმას ხომ არ გაქვს? უკაცრავად მე სხვა რაღაცას მიწერს. რაღაცა ჩაჭდა იმის მაგივრად და რატო არ ვიცი. ის კი გამიხსნა რომ მე როდესაც დავაჭირე ქვემოთ ამ პორტ 5500 გაიხსნა თავიდან ის ციფრები, ანუ ცალკე ბრაუზერში საიტი, მაგრამ იმის ადგილად ჩაჭდა სხვა რაღაცა. ანუ კომპიუტერული მომსახურება ეტყობა, ვინც თავის დროზე დამიყენა Windows-ი და ეს რა შუაშია ვერ გავიგე. თუინა გააზიარე ეკრანი და ვნახე. დიახ. და გავერკვევი. შეადგა მე რას გააზიარე ხოლმე ხო? screen არ ჩეიკ. კი ბატონო. ბოდიში. ხო, აზიარებ ეკრანს? გონი გავაზიარე კი. არა, არ არის გაზიარებული. არ არის ერთი წუთი. ჯერ შეარიდა მე ყველაფერი ერთად სკრინი. მე screen არის ჩემო. დიახ, დავაჭირე ორივეს და მე კიდე რამეს უნდა დავაჭირო? არა, უყურე შენ თვითონ ტექსტ დააჭირე screen-ს თუ გამოსახულება რაც იყო იმის. ერთი წუთი. გაწმენდე ჩვენს თებიც რაღაცას და screenshot. ეხლა უნდა გამოჩნდეს წესით. კი, გამოჩნდა. კი, გამოჩნდა. გამოჩნდა? კი, ჩანს, მე როგორც ხედა. კი, ნინო ხო? დიახ. ხო. შენთანაც იგივე პრობლემა არის. პორტს დააჭირე. აი ნახეთ, აი. და გოულაი ხო? დაცადე რამდენიმე წამი და აღარაფერს აღარ დააჭირე. ხო, კომპიუტერული რო. აი ამას რატომ იგდებს ვერ მივხვდი. რა? უცნაურ პირველად ხედავ. აბა დააჭირე მაგას. ბუკმარკია. ხო. სხვა ის გადადის სხვა ბრაუზერში. სხვა ან სხვა ფანჯარაზე გადადი. ან ბრაუზერში. აი მაგალითად მაისტაძე გადადი. ნახე, მაგას მაინც ხო გიჩვენებს. ეგ საერთოდ არა. ეგ უბრალოდ ბრაუზერისა რა მან რაღაც რო აქვს დამახსოვრებული. კი, Windows-ი მაქვს საშკარად გადასაყენებელი. არა, Windows ბრალი ეგ არ არის. ანუ მაგალითად ეგ არის დამახსოვრებული ის რა საიტი რომელზეც დააჭერ და ანუ იმას გიშვება რა. პირდაპირ მაგ საიტზე გადაყვა. კი ბატონო. და ეგ როგორ წავშალო? ვიდეოში მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭირო მანდ. ანუ მაგ თეთრზე ქვემოთ. მან დაირჩე მაგალითად. და აი მან დააჭერე show bookmarks bar. დელექიმივეცი. მგონი წაიშალა. შეგიძლია თვითონ bookmark-ებიც რო აღარ გაჩვენოს, მიიტანე ისევ მაგ თეთრზე. ამ სადაც არ არის, სადაც ის მანდარ არის. სადაც ის კომპიუტერული რაღაც ეწერა, არც მაგ. აი თეთრ ხაზს თუ ხედავ, ეცა კონტროლი არა კონტროლს ვეუბნები. ცოტა ზემოთ ცოტა ზემოთ, ხო, აი მან მარჯვენა ღილაკს დააჭირე და სუქვემოთაც დააჭირე, აი სუქვემოთ რაც არის show bookmarks bar. დააჭირე შო.
ახლა ჩვეულებრივად კარგით, მადლობა. არაფერს. მადლობა. არაფერს. ხო, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ატუთიან შესვენებაზე გავიდეთ და გავაგზავნოთ ლექცია. ნამდვილად შეგვიძლიათ ეს გადაიწეროთ, ვისაც არ გაქვთ დაწერილი. კარგით, შევხვდებით ზუსტად 15 წუთზე. დროებით.
აქ არც კი ბატონო. კი. აქ ვართ. დიახ. კი ბატონო მოკლედ რაზე გავჩერდით ჩვენ შევქმნით HTML ტეგი გამხდარად დამხურავი შეგნით head ტეგი რომელ ტეგშიც მოათავსეთ ასევე title ტეგი ზოგადად რაში გამოიყენება ეხლა ეს title ტეგი აქ ჩაწერილი ტექსტი ჩვენ საიტზე გამოვა ზემოთ აი თუ დააკვირდებით თვითონ ბრაუზერის ფანჯარაში სახელი დაიწერება ის რაცაც ჩვენ დავწერთ აი აქ title ტეგში ძალიან ადვილად ყველაფერი რასაც ჩავწერთ ის გამოვა აქ მაგალითად 1 2 3 დავწეროთ მაგალითად გადმოვთ ბრაუზერში ზაზა 1 2 3 რაღაც head tag-ში ჯერჯერობით ჩვენ ხოთ title გვჭირდება და მოდი განვიხილოთ ახლა body tag. ზოგადად title head tag-ში უბრალოდ როგორც გითხარით title tag-ი, link tag-ი და meta tag-ები გამოიყენება ძირითადად. title tag-ი განვიხილეთ, ამ ორსაც განვიხილოთ აუცილებლად. ჯერჯერობით არ გვჭირდება ესენი და გადავიდეთ body tag-ზე. იდეაში დანარჩენი კოდი, ყველაფერი რაც ჩვენ საიტზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი იწერება body tag-ში. ანუ მე მაგალითად აი ამ body tag-ს ისევე შუაში ჩავაწყაპებ, დავაჭერ enter-ს, ჩამოვიდე ახალ ხაზზე. რამდენიმეჯერ დავაჭერ enter-ს, დააკვირდით, რამდენიმეჯერ დავაჭერ enter-ს, იმიტომ რომ შიგნით ეხლა ჩვენ ბევრი რაღაც უნდა დავწეროთ. აქ უკვე ჩვეულებრივად შეგვიძლია დავწეროთ პარაგრაფი. პარაგრაფი. ასევე შეგვიძლია დავწეროთ სპანი. ჯობა მე ვარ სპანი და წინაზე როგორ განვიხილეთ h1 მოდი მივყვეთ ყველა ტეგი დავწეროთ გამარჯობა მე ვარ სათაურის ტეგი მოდი მე ახლა ამას რამდენიმეჯერ ჩამოვაკოპირებ 3 4 5 6 შევცვლი h1 h2-ით აქაც h3 h4 h5 h6 შესაბამისად გამხსნელებშიც ანალოგიურად h6 h5 h4 h3 h4 ანუ საერთო ჯამში რა მივიღეთ h1 გაიხსნა აქ დაიხურა h1 აქ h2 გაიხსნა აქ h2 დაიხურა აქ h3 გაიხსნა აქ h4 დაიხურა აქ მოდი აქ ნომრები მივწეროთ 1 2 3 4 5 და 6 და კიდევ ერთხელ ვნახოთ განსხვავება ამ თეგებს შორის. განვაო ბრაუზერში, უკან გამოვწერ ყველაზე დიდი h1 შემდეგ. ცოტათ ნაკლები h2, h3, h4, h5 და შესაბამისად h6. იდეაში დეტალურად ამ ყველაფერზე წინა ლექციაზე ვისაუბრეთ, ამიტომაც წინა ლექციის ჩანაწერი არის Teams-ზე. შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ, ნახოთ, ვინც ახლები ხართ, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ. წინა ლექცია უყურეთ, ძალიან ბევრ საინტერესო მომენტს გაიგებთ. ეხლა უბრალოდ კიდევ იგივეზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი დრო წაგვივა. H-ები გამოვიყენთ. ოკეი. შემდეგ მოდი გავიხსენოთ ისევე A ტეგი. A ტეგი გახსოვთ რაში გამოიყენებოდა? რაში აბა რომ ლინკის ჩასასმელად. ლინკის კონტენტი. კი ბატონო.
ლინკის დასასრულს. ანუ ჩავწეროთ A ტეგი, ეს A ტეგი დავხუროთ და მოდი რამე ტექსტი ჩავწეროთ, მაგალითად Google. პირობთ. ეს რაღაც დავწერთ. ხლა იდეაში ჩვენ საიტზე რომ გადმოვიდეთ, ეს Google-ი ჩვეულებრივად ეწერება. არაფერი განსხვავებული ჩვეულებრივი ტექსტისგან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი აქ A ტეგის გამხსნელ ტექსტში აი აქ add space-ი გავაკეთოთ და დავწეროთ href. დრის წინაზე ვთქვი ეს href-ი რა იყო. შემთხვევით ხომ არ გახსოვთ აი რა ქვია აი ტექსტში რომ ეს რაღაცას href-ს ერთ მაგალითად. პრობლემაზე რო გადავიდეს, გამივიდა. ხო, მაგრამ ანუ თვითონ სახელი რა აქვს თუ გახსოვთ. ანუ თქვი რომ რაღაცეები არსებობენ, რომლის საშუალებითაც ჩვენ ტექსტს ვიცემთ რაღაც დამატებით შესაძლებლობას. ატრიბუტი? კი ბატონო, ატრიბუტი, ანუ ატრიბუტი შევქმნით ახლა ჩვენ, რომელიც ჩვენ ატექსტს რაღაც დამატებით შესაძლებლობას მიცემს. ახლა აქ ჩვენ უნდა ჩავწეროთ მისამართი. https მაგალითად google.com მაგალითად. და გადმოვიდეთ ახლა ჩვენ საიტზე და როგორც ხედავთ ჩვენმა ტეგმა მიიღო ლინკისთვის დამახასიათებელი ფერი და ქვემოდან არის underline ქვედახაზი, რომელიც ახლა რაღაცნაირად უცნაურად გამოდის ზოგადად ქართულ ტექსტთან უცნაურად მოქმედებს. აი მაგალითად შეგვიძლია ინგლისურად ჩავწეროთ Google. და ცოტა შედარებით უკეთ იქნება. ანუ ქვემოთ ასო რომელიც არის ჩამოსული იმ ასოს ზემოდან არ გადადის. ნუ იდეას მივხვდით. შემდეგში აი ამ ქვედახას რა თქმა უნდა ჩვენ გავდიშავთ უფრო სტილებიდან გამომდინარე უფრო უკეთეს სტილს მივცემთ იმის მაგალითად რომ ეს ქვედახაზი ქონდეს. მოდი დავაჭიროთ ახლა ამ Google-ს და როგორც ხედავთ გადმოვედით ჩვენ საიტზე რომელიც ქონდა href-ში მითითებული. მოდი დავბრუნდები უკან და თუ გავხსოვთ კიდე რა ატრიბუტი შეგვიძლია გამოვიყენოთ აქ და რის შესაძლებლობას target-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ. კი ბატონო, target-ი მეორე ფანსის გასახსნელი. აგვერზე გადავიდეთ. კი ბატონო. target-ი არის ესეთი ატრიბუტი ანალოგიურად, ეს იწერება აი ნახეთ href-ში ჭალებში ჩავწერეთ მისამართი, ამ ჭალების შემდეგ უკვე იწერება target ატრიბუტი. ან შეგვიძლია იდეაში ამას ახლა რა ამ თანმიმდევრობით გავაკეთებთ, იდეაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არ იქნება ეგ შეცდომა. დავწერეთ შემდეგი ატრიბუტი, როგორც არის target-ი და უნდა დავწეროთ მნიშვნელობა blank. blank-ის საშუალებით, ამ target-ის და blank-ის საშუალებით ვეუბნებით, რომ როდესაც მე Google-ს დავაჭერ, მე მინდა რომ გადავიდე მინდა რომ ცალკე ფანჯარა გამიხსნას და იმ ფანჯარაში გაიხსნას ჩვენი საიტი. კარგი. რამე კითხვები ხო არ გვაქვს A ტეგთან დაკავშირებით? კი ბატონო, მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ. კი ბატონო. მოდი შემდეგი ტეგი, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის img. მაგრამ img ტეგი სხვა ტეგებისგან განსხვავდება იმით, რომ მას არ ჭირდება დამხურავი ტეგი. ანუ ნახეთ,
მე ახლა დავწერ img-ს და დავხურავ. ამ ტექსტს არ ჭირდება დამხურავი თეგი, მაგრამ ჭირდება ატრიბუტი src. ანუ source, ეგრეთ წოდებული. src ატრიბუტში ჩვენ შეგვიძლია ორი მეთოდის საშუალებით შემოვიტანოთ ფოტო ჩვენ საიტზე. პირველი მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ მოდი Google-ზე გადმოვიდეთ და მაგალითად nature რამე ბუნების ფოტოები ავიღოთ. გადმოვალ image-ში და რამე ნებისმიერი ფოტო შეგვიძლია ავუჩვოთ, აი მაგალითად დავაჭერ. აი აქ გვერდზე ხომ გამეცნო ფოტო. შემიძლია ახლა ესეთ რაღაც გავაკეთო. დავაჭირო მარჯვენა ღილაკს. აქ ავირჩიო. Open სად არის open image in new tab. ანუ ახალ ტაბში რომ გავხსნათ ეს ფოტო. ანუ მხოლოდ ამ ფოტოსთვის უნდა შეიქმნას რაღაც ცალკე გვერდი. წამით გამეთიშა. Open image in new tab. დავაჭიროთ. გადმოვალ. გახსნილი. და ეს ფოტო, როგორც ხედავთ, ახალ ტაბში არის გახსნილი. და აი აქ წერია ამ ფოტოს მისამართი. გაზიარება გაითიშა ეკრანის. არის გაზიარებული. დიდი ხანია? არა. ეხლა გაიჩი. ანუ ეს რომ გავხსენით ნახეთ ხო? თუ შეგიძლიათ გიხსნათ თავიდან რომ ანუ ნებისმიერი ფოტო შეგვიძლია ავარჩიოთ. მივიტანოთ მაუსი ამ ფოტოზე, ოღონდ ჯერ გავხსნათ, ანუ პირდაპირ აქედან არ ვიცი არის თუ არა, იდეაში აქედან შეგვიძლია. მივიტანოთ მარჯვენა ღილაკი და ავირჩიოთ open image in new tab. როდესაც აქ დავაჭერთ, გაგვეცნება ცალკე გვერდი. ავაკეთეთ? დიახ. ბატონო. ეხლა როდესაც ამ ფოტოსთვის გაგვეცნება ცალკე გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ეს ფოტო ავიღოთ, ეს ფოტო ავიღოთ და ამ ფოტოს მისამართი დავაკოპიოთ. აკოპირების შემდეგ, მისამართის დაკოპირების შემდეგ, გადმოვიდეთ Visual Studio Code-ში და აი აქ src-ში შეგვიძლია დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს და ავირჩიოთ აქ paste ან Ctrl+V საშუალებით ჩავსვათ ჩვენი ფოტოს ლინკი. როგორც ხედავთ, ჩვენი ფოტოს ლინკი ჩაჯდა src-ში და ჩვენ საიტზე რომ გადმოვიდეთ ახლა. ჩვენი ფოტო შემოვიდა ჩვენ საიტზე. მაგრამ ზუსტად იმხელა ზომით შემოვიდა, რამხელა ზომაც ჰქონდა მითითებული თავიდანვე აი ამ ფოტოს, სადღაც აი აქ უნდა ეწეროს. with 1000 პიქსელი, იდეაში აქნა რომ 300 პიქსელი ჩაუწეროთ, სავარაუდოდ ხო, პატარა იქნება. ჩვენ შეგვიძლია რომ იდეაში ამდენი რომ არ ვწვავ, img text აი აქ
დამატებითი ატრიბუტი დავუწეროთ, როგორც არის will. ანუ სიგანე. და მაგალითად შეგვიძლია ავირჩიოთ 300. და ჩვენი ფოტო გახდება სიგანეშიც და სიმაღლეშიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 300 პიქსელი. მოდი ვნახოთ. აი როგორც ხედავთ, ჩვენი ფოტო დაკოპირდა და ბოდიში დაპატარავდა, რა დაკოპირდა? ჩვენი ფოტო დაპატარავდა. გავაკეთოთ ყველამ შემოვიტანეთ ფოტო? დიახ. კი ბატონო. და მოდი ახლა ასევე ვნახოთ მეორე საშუალება იმის, თუ როგორ უნდა შემოვიტანოთ ფოტო. მოდი მე ახლა გადმოვალ ისე Google-ში. მოდი ახლა ავირჩიოთ სხვა ფოტოს, აი მაგალითად ყვავილების ფოტო ავირჩიოთ. და ახლა ვნახოთ ფოტოს შემოტანა, გადმოწერილი ფოტოს შემთხვევაში ფოტოს შემოტანა ჩვენ საიტზე. დავაჭერ მარჯვენა ფილაქს და ავირჩევ save image as. აქ ავირჩევ desktops და აი აქ დააკვირდით, ავირჩიეთ desktops ალმარცხნივ, ამ სამნა გადმოვიწერო და დავაჭერ saves. ახლა მე ჩავკეცავ ბრაუზერს. ყველაფერს ჩავკეცავ და ფოტოს გადმოვიტან აქეთ ეკრანზე. როგორც ხედავთ, ჩვენი ფოტო ჩავიწერეთ. გადმოვიწერეთ ფოტო, მოდი გავხსნათ, ვნახოთ. ნუ ჩვეულებრივი ფოტო. ეს ფოტო შეგვიძლია ჩავაგდოთ ახლა ჩვენს ფოლდერში. ჩავაგდეთ ფოლდერში და ახლა მოდი დავაგენეროთ ისევე ახალი img tag. img შემდეგ დავუწეროთ ატრიბუტი src და ახლა ჩვენ აქ უნდა მივთითოთ ჩვენი ფოტოს მისამართი. მაგრამ რადგან აი აქ დავაჭერ ახლა Explorers ნახეთ index.html-ის ფაილი და ჩვენი ფოტოს მისამართი, ან ჩვენი ფოტო იყოფებიან ერთი და იგივე დონეზე. რაიცავს ერთი და იგივე დონეზე. მაგალითად მე რომ ფოლდერი მქონოდა კიდევ ერთი ამ ფოლდერში, სადაც იქნებოდა ეს ფოტო, მაშინ მე ჯერ მომიწევდა მიმეთითებინა, რომ ამა და ამ ფოლდერში იმყოფება ესა და ეს ფოტო. მაგრამ რადგან index.html-ის ფაილი, ნახეთ, ხა ის რომ გავხსნათ, index.html-ის ფაილი და ფოტოს ფაილი იმყოფებიან ერთი და იგივე დონეზე, მე შემიძლია რომ პირდაპირ ნახეთ images და აქ უკვე ხდება ბოდიში გამოვტოვე ინტერნეტი გამეთიშა რა თავიდან რო ახსნათ გამეთიშა ინტერნეტი ეხა ჩავამართო რომელი ეტაპი აი ბოლო ის img sources ბოლო ისა გამოვტოვე გამეთიშა ინტერნეტი კარგი ანუ დესკტოპზე დავასწრებე ფოტო მეორე ფოტო ეს ფოტო ჩვენ ჩავაგდეთ ფოლდერში, ან ყველობრივად გადმოვიტანეთ. და იდეაში აქ ბევრი არაფერი გამოგიტოვებია, უბრალოდ იმას ვცნიდი, რომ რადგან ერთ დონეზე იმყოფებიან ეს ფოტო, ახლა images.jpg და index.html. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ images.jpg, ანუ ზუსტად ის სახელი
თავის რაც გაფართოება. ქვია, ხო? კი ბატონო. და ეხლა რომ გადმოვიდეთ ჩვენ საიტზე, დავბრუნდეთ მოდი. ნახეთ, ჩვენი ყვავილების ფოტოც გამოგვივიდა. ანალოგიურად შეგვიძლია ამის სიგანეც მართო. მაგალითად დავუწერ width. შეგვიძლია გავხადოთ მაგალითად 800 პიქსელი. ამ გავზარდოთ სპეციალურად გავწევთ. მან ჩემთან იგივე ფოტო გააკეთა, იგივე ფოტო გააკეთა. მან წინა რაც იყო იგივე ფოტო გადმოიწერე. მაშინ მასე იქნება, ანუ ეგეც არ არის პრობლემა. ჩვენ უბრალოდ სხვა ფოტო ავარჩიეთ, თორე აუცილებლად მე უნდა დავუწერო ის რაც ქვია ფოტოს, ანუ პირდაპირ იქიდან ვერ ჩავაგდებ? არა, პირდაპირ იქიდან ვერ, ანუ ნახეთ, მე აქ SRC-ში უნდა დავწერო ჩემი ფოტოს სახელი, რომელიც მინდა რომ შემოვიდეს. და ეგ არის რა, ანუ მეტი არაფერი არის. ანუ ის რომ მოვნიშნო დავუშვათ, ისე არის ეს. არა, ისე არა. საგებია. ჩემთან შეცდომას წერს რატომ? ჩემთანაც. რო გააზიაროთ მე გავაზიარებ. როგორ? იმიტომ რომ ნახე ლანა შენ მეტობის ნიშანი დაუწერე, ანუ img-ზე შეხედე რა პრობლემა გაქვს ორივე მხარეს. img text ნახე თავიდან მოდი take control-ს ავიღებ. და ისე განა. და ყველამ გაითვალისწინეთ ზოგადად რომ იმაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი. ხო, ანუ რეალურად მარცხენა ფრჩხილი არის გახსნილი და მარჯვნივ ბოლოში აი ბრჭყალი სადაც მთავრდება. არც ერთგან არ არის დახურული. ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ეს თეგი არის ხურება, შემდეგ უკვე გამხსნელი ხდება ისევე. და ხდება უკვე კონფლიქტი ამ თეგებს შორის. არის საფუძველზეც უკვე, მაგრამ მაინც არ შობა. კი ბატონო, შენთან შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს და მაგასაც ნახავთ. ხო, აი აქ უნდა დავუწეროთ ლანა ფრჩხილი. და პირიქით. შემბრუნებული. არა, დამხურავი ტეგი არა, უბრალოდ საპირისპირო. ხო, ეს არ არის დამხურავი ტეგი, ამიტომაც საპირისპირო ნაკლებობის ნიშანი დაუწერე. უნდა დავხუროთ. არა, სლეში არა. ის. img არა. img-ს გარეშე დაწერა. img დაწერა კარგი. ხო, всё. ანუ ეგ ფრჩხილი უნდა დაუწერო, რომ სულ მარცხნივ დასაწყისში ხო გაიხსნა ეს. და მე უკვე ესე უნდა დახურო რა წარმოიდგინე ეს ფრჩხილებში უნდა დასო. ხო, შეიძლება ანალოგიურად მეორე ტეგიც უნდა დახურო ეხლა ანალოგიურად. ეხლავე. მეორე img-ც უნდა დაიხსნა. და კიდევ ის ქონდა პრობლემა მე DNS. ხო, აბა გააზიარე მაშინ და ეხლავე. გადავთ. კი. და აი ასე შვება. აი პირველში Google-ის ბოლოს ეგ დამხურავი ტეგია და უბრალოდ ნაკლებობის. ეს ოღონდ სხვა რამე აი ეს არის. ხო, აი მაგას ეგ არის არასწორი ბოლოში. არასწორი. დამხურავი ტეგის მაგას არ უნდა? არა, მოაშორე. არა, მაგას უნდა. და მაგას უნდა კი. აბა ლოკალური თუ ლოკალური ის თუ არის იმას არ უნდა. გასაგები. ხო, ანუ ყურე ამას ხო შიგნით ტექსტის ჩაწერა და იმის არაფერი არ ჭირდება. გასაგები. აბა ბრაუზერში როგორ აჩვენებს? ეს მაგირო წერია მგონი. არა, ტოლობის მაგირო ტირო ხო წერია. ხო. არა. სწორად წერია ყველაფერი. ბრაუზერში მანახე. აი.
დავარეფრეშე და ეს გამოიტანა, მაგრამ ბრაუზერი არ ჩანს შემდგომ. შემდგომი მარტო Visual Studio Code-ის გააზიარე. მთლიანი ფანჯარა რო გააზიარო, ისე გააკეთე. თორე ბრაუზერს ვერ ხედავ. მე ახლა რას ხედავთ? ახლა ვხედავთ, ხო? აფერს, შეგიძლია გახსნა უკვე ბრაუზერი. ხო. ახლა დავარეფრეშე და ეს გამო. ახლა გამოიტანა ეს. ანუ წაღან აქ ვერ ხედავდით, რაღაც არასწორი ჩანაწერის კოდი რო იყო. ხო არ ჩანდა ბრაუზერი და ვერ არ ჩანდა, ხო. ახლა გამოჩნდა. ხო, მაგასთან დაკავშირებითაც განახებთ ერთ საინტერესო რაღაც. ან თუ მაგალითად ფოტო არ ჩაიტვირთა, რაღაც ალტერნატიული ტექსტი რო აჩვენოთ მომხმარებელს. ყოფთ. არ მოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ახლა აი შეხედეთ ესეთ სიტუაცია. ზოგადად ჩვენი ფოტოები ძალიან ხშირად მოგვდის ხოლმე სერვერიდან. და ეს ფოტოები გამოდის უკვე ჩვენ საიტზე. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ეს სერვერი, ანუ ეს ხო ფოტოს მისამართი არის. და აი ეს ფოტოს მისამართი ან დაირღვა, ან სერვერი გაითიშა, ან ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას ამას. და აი მაგალითად წავუშლი ახლა მე რაღაც კონკრეტულ ნაწილს ამ ტექსტს და ჩვენი ფოტო გაქრა. ვიღებთ ეს რაღაცას. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს მივანიშნოთ თუ რა უნდა ყოფილიყო აი აქ ამ ფოტოს მაგივრად. მაგალითად ეს შეიძლება გავაკეთოთ alt-ის საშუალებით. ანუ ესეთი ატრიბუტია alt alt უდრის და მაგალითად ეს ფოტო ჩავწეროთ აქ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ფოტოს მისამართი იქნება დარღვეული, ჩვენ მომხმარებელს გამოვა ტექსტის სახით ბუნების ფოტო. ანუ მივანიშნებთ, რომ რა უნდა ყოფილიყო აქ ალტერნატიული ტექსტი. alt-ით ხო? და სურათის წინ. ბოდიში რა გამომერთო ინტერნეტი გამოვტოვე რაღაცები რა. ხო. რა ნაწილი გამოვტოვა? აი ეს ბოლო ეს ბუნების ფოტო და რაღაცა ეს alt-ის გამოვტოვე. ხო. როდესაც ფოტოს მისამართი დაირღვევა, აი მაგალითად მე წამეშალა, ან ისეთი სიტუაცია მოხდა, რომ ჩვენი ფოტო აღარ მოდის. ფოტოს მისამართი დაირღვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ატრიბუტ alt-ს და შიგნით ჩაწერილი ტექსტი გამოვა და მომხმარებელი ნახავს ამ ტექსტს იმ შემთხვევაში, თუ ეს ფოტო არ ჩაიტვირთება. აი აქ განწერა ეს ბუნების ფოტო. სკრიპტს ძალიან ჭედავს მე რა. ყველასთან ჭედავს? რა. არა. ჩემთან ძალიან შენელებულია. კიდევ ერთ რაღაცას ვთქვი მე. 2 წამი გამიჩება უღონთ ინტერნეტი.
არა, ჩემთან საერთოდ არა. საერთოდ არის, ხო? არა. ამაღან ჭირდება ხოლმე ჩემთან. ისე ჩაურგია. ან საერთოდ არ მიცემ. ეხა არც ლაპარაკობს. იდეაში ხა როგორ გესმით ხო? კარგად. ეხა კარგად. ხო, თან ისიც კამერაც გათიშული მექნება მაშინ, იმიტომ რომ კამერაც ცალკე ინტერნეტი მიაქვს და. აი, მოკლედ, EMG ტეგიც განვიხილეთ, რამე კითხვა ხო არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით? არა. კი ბატონო. კიდევ მე მინდოდა აუ ერთი კითხვა აქვს ლინკით ჩაგდება ხო ჯობია რომ რაღაც ფოლდერიდან იყოს ატვირთული იმიტომ რომ იმ ლინკზე შეიძლება გაფუჭდეს ან რაღაც წაიშალოს კი ჯობია რა თქმა უნდა რომ ფოლდერი გქონდეს და აი გქონდეს შენახული ყველა ფოტო ამას მე ყველაფერს განახებ ზოგადად როგორ უნდა გავაკეთოთ მაგრამ აი წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ გვაქვს მანქანების გაქირავების საიტი ჩვენ როდესაც მომხმარებელი დაარეგისტრირებს ჩვენი მომხმარებელი როდესაც დაარეგისტრირებს ახალ ფოტოს ან მაგალითად ატვირთ ახალი მანქანა იყიდებაო ატვირთ ამ მანქანის ფოტო დაწერა მონაცემები ეს ყველაფერი გაიგზავნა სერვერზე მაგრამ რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში ფოლდერში ვერ შევინახავთ ამ ფოტოს ზოგადად კი ძირითადი ფოტოები რომელიც საიტზე უნდა იყოს გვექნება ფოლდერში მაგრამ აი ესეთი კონკრეტულ მომენტებში მან უკვე საიტის ლინკის საშუალებით გამოგდის ხოლმე ფოტოები. აი მაგალითად ახლა ერთ-ერთი სერვერის მაგალითზე განახეთ, აი მაგალითად რესტორნების სერვერზე განახეთ. ახლა ზოგადად როგორ არის იქ მოცემული ფოტოები. სერვერზე რაღაც ხანი შედის. აი ეს არის სერვერზე მყოფი პროდუქტები და მაგალითად აი აქ თუ დააკვირდებით ID, სახელი, ფასი, ნიუზერნია თუ არა ვეგეტარიანული არის თუ არა სიმწვავე კატეგორიის ID და ფოტო. ნახეთ ფოტო როგორ არის აქ? ფოტო არის ლინკის საშუალებით. რომელიც ჩვენ მოგვიწევს რომ აქედან წამოვიდეთ. და იმ შემთხვევაში თუ სერვერი დაწვება, მომხმარებელს შეგვიძლია ასე ვთქვათ რაღაც ალტერნატიული საშუალება ვანახოთ. და კიდევ ერთი ტეგი რაც შეგვიძლია განვიხილოთ არის მაგალითად სპანი. სპანი არა ანუ სპანის შემთხვევაში. მაგალითად სპანი როგორც ვიცით, მაგალითად დავწერ სპანი 1 მაგალითად. ჩამოვაკოპირებ რამდენიმეჯერ სპანი 2, სპანი 3, სპანი 4. და იცი რას დააკვირთ ახლა? მოდი, ხო, ეს იყოს დარღვეული ფოტო არა უშავს, ერთი ფოტო, ნახეთ, Google ტექსტი, ბუნების ფოტო, მეორე ფოტო, სპანი 1, სპანი 2, სპანი 3, სპანი 4. ყველაფერი დადგა ერთ ხაზზე. ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაგალითად მე მინდა რომ აი ეს ყველაფერი განა ერთ ხაზზე იყოს რა. მინდა რომ ყველაფერი ჩამოვიდეს და გადავარდა ეს ქვემოთ. ანუ ყველაფერი ცალკე ხაზზე იყოს.
ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება break. ანუ BR tag. ეხლა შეხედეთ, მე A tags, სადაც Google მიწერია და img tags შორის დავწერ BR-ს. ნახეთ? BR. ოღონდ ქართულად არა. დავწერ BR-ს. გავხსნი ეხლა ბრაუზერს და ნახეთ Google აქ არის და ეს ფოტო ჩამოვარდა. მაგრამ ეხლა ამ ფოტოს შორის რა. ყველანი ერთ ხაზზე დგან. ეხლა მინდა რომ ეს ფოტო ამ ფოტოს შემდეგ რაც არის ყველაფერი გადმოაგდო ახალ ხაზზე. ანუ ეს ფოტო და ეს პანი. ამ შემთხვევაში ამ ფოტოს შემდეგ უნდა გამოვიყენო ისევე BR tag. ანუ ნახეთ ამ img tags ქვემოთ ჩამოვწევ და ამ img tags და ამ img tags შორის დავწერ BR-ს. BR. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ჩამოვარდა ახალ ხაზზე. ეხლა ამ ფოტოს შემდეგ მყოფი ყველაფერი მინდა ჩამოვაგდო ახალ ხაზზე. ანუ სპანი 1, სპანი 2, სპანი 3. დავუთხე. ანუ ამ ფოტოს შემდეგ უნდა დავწერო ისევე BR. ანალოგიურად ამათაც ჩამოვაგდო. მოდი იცით რა შეგვიძლია ამ სპანებს მე Ctrl X-ის საშუალებით ამოვჭრი და სულ ზემოთ ჩავსვამ. რადგან ყოველ ჯერზე ქვემოთ ჩამოსვლა არ დაგჭირდეს, მივახლოვებ და თან იცით რა შეგვიძლია კიდე ამის გარდა გავაკეთოთ, ნახეთ, მე შემიძლია დავწერო, ეხლა ეს რაღაც გავაკეთებ, BR გამრავლებული 10. და BR-ი დაიწერა 10 ჯერ. და ნახეთ რა მოხდა. 10 BR-ი შეიქმნა, რამაც ეს ტექსტი ქვემოთ ჩამოაგდო, ანუ რამდენიმე ცარიელი სივრცე შეიქმნა აქ BR-ის საშუალებით, რის გამოც ჩვენი ტექსტები ქვემოთ ჩამოვარდა. მოდი კიდევ რამდენიმე სპანს დავამატებ, მაგალითად 5 და 6. მე მინდა რომ აი ეს 4 სპანი ერთად იყოს, მაგრამ ეს 2 ქვემოთ ჩამოვარდეს. სად უნდა დავწერო BR-ი? 4-სა და 5 შორის არა? კი ბატონო, 4-სა და 5 შორის. და ეს 4 სპანი ერთ ხაზზე იქნება, ეს 2 სპანი გადმოვარდება ახალ ხაზზე. ნუ ესეც BR-ის საშუალებით ხდება. კიდევ იდეაში. პირდაპირ პარაგრაფს რატო არ ვიყენებ სპანი რა გვინდა თუ დაბლა გვინდა ჩამოტანა, ანუ რა დროს დაგჭირდება. ხო, სწორი კითხვა იქიდან გამომდინარე, რომ თუ გვინდა რომ ყველაფერი ახალ ხაზზე ჩამოვარდეს, მაშინ პარაგრაფს გამოვიყენებთ. მაგრამ ეს არ არის სპანის შემთხვევაში. მე ახლა უბრალოდ კონკრეტულ მაგალითზე განახეთ, როგორ შეგვიძლია BR-ი გამოვიყენოთ. ზოგადად BR-ი სპანის შემთხვევაში შეგვიძლია რომ ბევრი სპანები თუ გვაქვს, ყველა სპანი სხვადასხვა ხაზზე თუ დაგჭირდება რომ იყოს, ამ შემთხვევაშიც სხვა რამეს შეგვიძლია გამოვიყენოთ და არა BR-ი. ოღონდ ამას სტილების შემთხვევაში განა. ნუ საჭიროა რომ ერთ-ერთი HTML თეგი არის BR-ი, ერთ-ერთი, ადრე ძალიან ხშირად იყენებდნენ, ძალიან პოპულარული თეგი იყო, ეხლა დროთა განმავლობაში არ გავს თავის პოპულარობას, რადგან სტილების ფაილმა, სტილების საშუალებით უკვე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, რაც BR-ს ამოაგდებს, ასე ვთქვათ, ხმარები. აქედან გამომდინარე, თან მით უმეტეს ეხლა აი ჩვენ ხო 4 სპანი დავაყენეთ ერთ ხაზზე და 2 სპანი კიდევ ერთად. ამ შემთხვევაში პარაგრაფს ესე ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ 2 პარაგრაფს ერთ ხაზზე ვერ დავაყენებთ. იმიტომ რომ თუ გახსოვთ, პარაგრაფი როგორც უკვე ვთქვით, იყენებს მთლიანი ეკრანის სიგანეს და გვერდზე არც ერთ HTML-ის ტექსტს არ დაიყენებს. ნუ ერთ პარაგრაფში ჩავწერთ 2 სპანის ორი პარაგრაფის ჩასაწერს და ხო, ეგეც შეიძლება. ხო, თქვენზე არის ეგ დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეხლა უბრალოდ ექსპერიმენტის მხრივ ვაკეთებ, თორე რა თქმა უნდა, სხვანაირად გავაკეთებდით რეალურად. ხო, მე ეხლა ერთი უცბად მაინტერესებს სილაბუსის შემთხვევაში.
კიდევ რა შეგვიძლია განვიხილოთ უცბად 3 წუთი გვაქვს დარჩენილი. მე იცით რა მაინტერესებს ფოტოს ზომას რო უცვლით მაგალითად თუ გვინდა რომ თვითონ ფორმატი შეუცვალოთ მაგალითად 3-4-ზე გადავიყვანოთ პირდაპირ მაგის საშუალებას გვაძლევს? კი, სტილები ფაილს როდესაც CSS განვიხილავთ, მან უკვე აი დამჯერად იმდენი შესაძლებლობა მექნება და ისე შეგვეძლება ყველაფერი რომ ძალიან სხვადასხვა 3-4-ზე კი არა, ყველანაირი ზომა მივცეთ და ყველანაირი CSS გულისხმობთ? კი, CSS. ნუ იდეაში შეგვიძლია ახლა ვიდი დაუწეროთ და ასე შემდეგ. თუნდ. მოდი. ნუ ერთ-ერთი კიდე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც არის ბათონი. ნუ არაფერი განსაკუთრებული შეგვიძლია. აი, მოდი ამასაც ზემოთ გავაკეთებ, რადგან ქვემოთ ჩამოსვლა არ დაგჭირდეს, ისე ვწერდი. ბათონ. ეგრეთ წოდებული ხელაკი. სადაც შეგვიძლია მაგალითად დაჭირე ღილად პირობითად. ბრაუზერში გადმოვიდეთ, არის ესეთი ღილაკი. ნუ დაჭერის შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ფუნქციონალი ჩვენ ამ ღილაკისთვის არ მივიცია. უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ბათონი ღილაკია, რომელსაც ნუ ღილაკის მნიშვნელობა გეცოდინებათ, რა ამაზე პერსონაჟს აღარ დავიწყებ. ბათონიც ასევე არის inline ელემენტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა რომ პირობითად გვერდზე არ უნდა უყენოთ, ანუ მარტო თვითონ იყოს ამ ფაზაზე ეს ღილაკი, ასევე ანალოგიურად დაგვჭირდება br tag. br tag-ი და ჩამოვაგდეთ ამ სპანს. ნუ დაჭერის შემთხვევაში არანაირი ფუნქციონალი რადგან უკმიტებული. არაფერს არ ვშევ. საშინაო საშინაო დავალებას რაც შეეხება, საშინაო დავალება გექნება დაახლოებით ესეთი, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ თუ გინდათ თქვენ თავზე, თუ გინდათ ვინმე საყვარელ პერსონაჟზე ან ადამიანზე, HTML-ის ამ ყველა თეგის საშუალებით, ანუ ყველა თეგის გამოყენებით, რაც გავიარეთ, რაღაც კონკრეტული საიტი შექმნათ. მაგალითად, HR-ში რამე სახელი და გვარი პირობითად პარაგრაფი გამოიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ჩაწეროთ. ტეგი პირობითად რამე საიტზე რომ გადავიდეთ TMG ფოტოსთვის. ან თქვენ თავზე შეგიძლიათ გააკეთოთ ეგეთი რაღაც, ან ვინმე სხვა პერსონაჟზე თქვენზე არ დამოკიდებული. ამ ყველაფერს მე საშინაო დავალებაში აგიტვირთავთ, ანუ ეხლა როგორ გააკეთებთ ხო? როგორ ამიტვირთავთ საშინაო დავალებას. ერთ დავალებად აგიტვირთავთ მე ამ ფოლდერს და მეორე იქნება სკრინშოტი, სადაც იქნება აღწერილი თქვენი საშინაო დავალებაში შესასრულებელი პირობა. ამის შემდეგ თქვენ როდესაც დაწერთ საშინაო დავალებას, ამ ფოლდერს ატვირთავთ ორივე გრაფაში. ანუ ფოლდერის გრაფაში და ასევე იმ სკრინშოტის ფოლდერში, გრაფაში უბრალოდ. ვიხდით ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს ერთი Visual Studio Code ერთი არის სკრინშოტი, სადაც დავალება უნდა ატვირთოთ, ან მოდი ეს დავალება. ერთი მართლა სკრინშოტი გამოვიყენოთ, მეორე Visual Studio Code. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის დავალება, მაისტადზე, რო შეხედით, ეს არის დავალება და მეორე ეს ფოლდერი რაც აგიტვირთ. თქვენ დაწერეთ საშინაო დავალება, ეს არის ფოლდერი თქვენი საშინაო დავალების. ამ ფოლდერში ჩააგდებთ აქაც
და აქაც. გიხდით ხო? კი ბატონო. რამე კითხვა ხო არ გაქვს? ეგ დავალებები მაისტატზე გამოჩნდება? მაისტატზე იქნება ატვირთული. და მე კოდი და ის არ მომსვლია. რა არ მოხსნია? არც მე არ მაქვს ჯერ გააქტიურებული. კოდი და პაროლი არ მომსვლია. მაგაზე დაკავშირებით განმოგიგზავნიან, თვითონ განმოგიგზავნიან თავი. მე ისე ვქენ, რა. განმოგიგზავნე თავი. ხვალისთვის თუ არ გქონდათ პირობითად მე მენეჯერს დავუკავშირდები და გადაგებინებთ თიმზე მომწერეთ და კი ბატონო. ახლები ვინც ხართ გირჩევთ რომ გადახვიდეთ და წინა ჩანაწერს უყუროთ, წინა ლექციის ჩანაწერს. კი ბატონო. იქ უფრო დეტალურად განვიხილეთ თუ რა უნდა გავიაროთ ამ კურსში, რა უნდა ვისწავლოთ და როგორ მივისწავლოთ. დაგემშვიდობებით. კი ბატონო, დაგემშვიდობებით მაშინ და შევხვდებით სამშაბათს. დროებით. მადლობა ნახევარს.